წარსულის მოგონებები და სულში და გონებაში არსებული სხვადასხვა მიდრეკილებები. ნახეთ, წარსულის მოგონებები და მიდრეკილებები. წარსულის მოგონებები ძალიან საშიშია, როდესაც ის ტკივილს მაყენებს. იმიტომ რომ მოგონებები, რომელიც მე ტკივილს მაყენებს და თან ადამიანი ამ დროს როცა არის ის სულიერი ცხოვრება, აი წარსულის რაღაც ტკივილები, შეიძლება მის მიერ ჩადენილი ცოდვები, შეიძლება რაღაც განსასწრელი, შეიძლება ვიღაცას არა აქვს მნიშვნელობა პრინციპში, ნებით თავარი ისე რომ წარსულში რაღაცა იყო ისეთი, შეიძლება მონანიებულის კონდეს ყველაფერი, მაგრამ ტკივილს მაყენებს. რას ვაშავებ? ჩემთვის ვიტანჯები, რაღაც მაზოხისტივით არის ამ დროს ადამიანი. ცოდვათ ითვლება ეს. იმიტომ რომ ესეთი წარსულის ტკივილების გახსენება შენსა და ღმერთში ვადგება. ამასაც მე ბოროტი იყენებს. ეშმაკის მიზანია, რომ შენ ქრისტესთან არ მიგიშვას და არ აქვს მნიშვნელობა ამას რა ფორმით გააკეთებს, რითი გააკეთებს და ასე შემდეგ. აი როგორ მივხვდე, რომ ეს ცოდვაა? ეგრე რამდენიმე ცოდვა შეიძლება იყოს. ცოდვა მხოლოდ ის არის, რაც ღვთისნებას ეწინააღმდეგება და ღვთისნება სრულად მთელი სისავსით განცხადებულია წმინდა წერილში. მათ შორის ესეც პავლე მოციქული პრინციპულად პირდაპირ გვეუბნება, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ხოლო მე თუ ჩემი ცნობიერებით უკან მიქექები რაღაცას, ეს ნიშნავს, რომ გამოცხადებას ვეწინააღმდეგები, რომელიც პავლე მოციქულის პირით მესწავლება ამ შემთხვევაში.